მოსამართლე მამუკანოზაძემ გაკოტრების საქმე შეწყვიტა. სახელმწიფომ უკვე უარი განაცხადა რუსთავიორის გაკოტრებაზე. 28 ივნის 3 დღის შემდეგ საკუთარი 30% ეროსი კიცმარიშვილმაც გაყიდა და ტელევიზია ახალ პატრონს ჩაბარდა. 90%-ის მეპატრონე ხელისუფლებასთან იმ დროისთვის დაახლოებული ბიზნესმენი ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მეგობარი ქიბარ ხალვაში გახდა. ტელევიზიაში წილის გაყიდვის შემდეგ რუსთავიორის გენერალურ დირექტორად კვლავ კიცმარიშვილი რჩება. თუმცა ამბობს, რომ ამის შემდეგ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ხმა დაიბოხა. ამ პერიოდში ეროსი კიცმარიშვილს მცდელობა ჰქონდა, რომ პირველ არხთან ერთად კონკურენცია გაეწია ბადრი პატარკაციშვილისთვის. იგი ზურაბ ჟვანიასთან თხოვნით მივიდა, რომ პირველი არხი 2004 წელს 15 მილიონი ლარით დაეფინანსებინათ, მაგრამ ზურაბ ჟვანიასგან უარი მიიღო. ამის შემდეგ 2004 წლის მაისში კურიერში გავიდა ცნობილი სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ზურაბ ჟვანიას ძმის მონაწილეობას ელიევას ბაზრობის წილების გადანაწილების საქმეში. ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი კამპანია ჩემ წინააღმდეგ და ამის გაზეთები და მასალები სპეციალურად თხოვე მაშინ ჩემ მეგობრებს რომ შეენახათ. და დღეს მე როცა ვგებულობ რომ სპეციალურად იგეგმებოდა PR კამპანია ჩემ წინააღმდეგ და სპეციალურად ხდებოდა ჩემს ყველა მოქმედების გარშემო სრულიად ბინძური შავი PR-ის წარმოება. მე დაანგრული მტკივარ ამ ყველაფერზე და მაშინ ძალიან წარე იყო ამის ყველაფრის მოსმენა, იმიტომ აბსოლუტურად მართალ სიტუაციაში მე ვიღებდი სრულიად გაუგებარ შეურაცხყოფას. ეს გრძელდება დაახლოებით 2004 წლის მაისიდან 2004 წლის ნოემბრამდე, უწყვეტ რეჟიმში. ყოველგვარი საინფორმაციო მიზეზის გარეშე, ანუ იქნება სპეციალური ჯგუფი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მთლიანად ყიდულობს, გვერდებს, ანუ ამაში მონაწილეობდა ერთი მხრივ ხელისუფლება და მეორე მხრივ, ასე ვთქვათ, უხდიდნენ დიდ ნაწილს ჟურნალისტებისას და საინფორმაციო საშუალებებისას. უნდა ნახოთ რა სიუჟეტები გადიოდა იმედზე, შეიძლება ამოიღოთ იგივე მაისის სიუჟეტები იმედზე გასული რა ტექსტებია, საერთოდ რა თემებზეა საუბარი. ეს პირდაპირ ცილის წამება, შეურაცხყოფა, ღია ტექსტებით, იქ არ არის არანაირი ჟურნალისტიკაზე ლაპარაკი, ეს დაწერილი ტექსტების წარწერა. და ეს კამპანია მაისიდან ივნისის ბოლომდე იყო საერთოდ გასაოცარი და არ დარჩენილა არც ერთი დღე, რომ 4-5 გაზეთი არ გამოსულიყო headline-ით ჩემთან დაკავშირებით. ეროსი კიცმარიშვილი ამ კამპანიის შემდეგ რუსთავიორსაც სტოვებს და საქართველოსაც. ეროსი კიცმარიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლები მოკლედ პასუხობენ, რომ მისი განცხადებები უკავშირდება მისივე პოზიციების დაკარგვას ხელისუფლებაში. რუსთავიორის დამფუძნებლებმა 1994 წლის შემდეგ გამოიარეს მხედრიონთან დაპირისპირება. დაპირისპირება შევარდნაძეს ხელისუფლებასთან. სასამართლოები უშიშროების სამინისტროს შეჭრა. უშიშროების გამოდი რამდენი წარმომადგენელი იქნება, ვინმე მიცით რატომ მოხვედით. გიორგი სანაიას მკვლელობა. მიაღწიეს წარმატებებს მედია ბიზნესში. 10 წლის თავზე კი ტელევიზია დატოვეს. ჩვენ 10 წლის განმავლობაში ომის რეჟიმში ვიყავით, როცა გვეგონა რომ ეხლა დავისვენეთ ამოვისუნთქეთ, ხო, მივიღე კიდევ უფრო დიდი ომი. ეროსი კიცმარიშვილის წასვლის შემდეგ ტელევიზიაში ქიბარ ხალვაში გამოჩნდა. დღეს ქიბარ ხალვაში ყვება თუ როგორ იყიდა რუსთავიორი. ხელისუფლებიდან დამიკავშირდა ხალხი, დამთხოვენ რომ ხომ არ მაინტერესებდა და ხომ არ დავკარდებოდი ამ ბიზნესით. შემდეგ ხალხი იქცინალადება თავისი მხარეებით, მიმზიდველობით, უარყოფითი ნიშნებით და ასე შემდეგ და გადავწყვიტე, მივიღე დადებითი გადაწყვეტილება, რომ დამეწყო საქმიანობა და დავუკარგულიყო მედია ბიზნესით. შევხვდი მხარეებს, წინადადება მოდიოდა იმათ ხელიდან და აპირებდნენ გაყიდვას, მიზეზი არ ვიცი რა იყო და რამ გამოიწვია ის, რომ იმ ხალხმა გადაწყვიტა ამ ბიზნესის თქვათ მოშორება და რაღაც სხვა საქმიანობა წავიდა. მე ტილები შევისყიდე. ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა მოგვიანებით განაცხადეს იმ თანხის შესახებ, რომელიც მან ტელევიზიაში გადაიხადა. ბატონ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავიორის 30%-იანი წილი შეისყიდა ბატონი კიცმარიშვილისაგან და მას გადაუხადა 6 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ეროსი კიცმარიშვილი ქიბარ ხალვაშს და მის ადვოკატს არ ეთანხმება. ამ თანხებთან დაკავშირებით, საერთოდ ყველაფერ ამ ისტორიასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ამ წუთისთვის მე მზადავარ გითხრათ ერთი რაღაც, რომ ქიბარი ამ ისტორიაში არაფერ შუაში არ არის. არც ერთი თეთრი ქიბარს არავისთვის არ გადაუხდია. და ქაღალდზე დაფიქსირებულია 50,000 ლარად რუსთავიორის შეძენა. ქიბარს ჩემთვის ფული არ გადაუხდია.
ამის დასტურად კიცმარიშვილი აცხადებს, რომ იმ პერიოდში ქიბარ ხალვაშის სახელზე მარტო რუსთავიორი არ გადაფორმებულა. ხო, ძალიან მარტივი ისტორია შეგიძლიათ ნახოთ, თქვა იგივე ვის სახელზე გააფორმდა იძულების წესით ახალი ქსელებისთვის წარქმეული ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის უკან ყოფილი ჯეოსელის ოფისი. ასევე ანუ იძულების წესით როცა უკვე წარქმევა წავიდა, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი ოფისი წაართვეს ახალ ქსელებს, მის მეპატრონეებს. შანტაჟის გზით. ისეთივე გზით. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელევიზიის საქმიანობაში ხელისუფლებისაგან ჩარევები ხშირად ხდებოდა და კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს. ერთ-ერთი მაგალითი იყო ცნობილი საქმე მოჭიდავეების, როდესაც მიმდინარეობდა ვთქვათ აქცია ქუჩაში, უშუალოდ პრეზიდენტისაგან და პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან, გიგი გულავასაგან მივიღე შენიშვნა თუ რატომ მიმდინარეობდა ვთქვათ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ლაივში ამ აქციის ჩვენება. მართალია რუსთავიორის რედაქცია რაღაცნაირად ცდილობდა რომ შეემსუბუქებინა ვთქვათ ის ძიმე ინფორმაცია რომელიც ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ პროფესიონალური თვისებები არ აძლევდათ იმის უფლებას რომ აბსოლუტურად იგნორირებული იყო და რეალურად აისახებოდა რა ხდებოდა ქვეყანაში და გადაიცემოდა ინფორმაცია. რის გულისთვისაც უშუალოდ პრეზიდენტისთან მაქვს მიღებული შენიშვნა და ფაქტიურად მე მქონდა სამსახურში ბარდაკი და ვიყავი ქვეყნის წევრი. გიორგი არველაძის მეშვეობით ყურზე ამბის მიტანით და ის რომ მე არ მექვემდებარებიან და არ მემორჩილებიან და ჩემს დავალებას არ ასრულებდნენ, იყო მუდმივი წუწუნი და საჩივარი თვითონ რუსთავიორის საქმიანობასთან დაკავშირებით და პიროვნებების მიმართ გავუჩნდათ მტრობა, მილიოდა მოსმენა, დევნა და ასე შემდეგ. ამ ჟურნალისტების და ვთქვათ ადმინისტრაციის. 2006 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა მითხრა უშუალოდ რომ უნდა შემეცვალა დირექტორი. რადგან მე წინააღმდეგო გავუწიე ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 3 თვით, რაც ბოლოს იმით დამთავრდა რომ ნიკა ტაბატაძეს იმისათვის რომ ეს კონფლიქტი ჩამიქრო, თხოვე რომ უნდა გადადგარიყო. და დასრულიყო სამსახური. ნიკა ტაბატაძე დასასვენებლად იყო წასული ამ პერიოდში, აგვისტო იყო. ამის შემდეგ ჩემი განცხადების შემდეგ ალბათ ადამიანმა უარყოფითად მიიღო, მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. უარყოფითად მიიღო, დასასვენებლად წავიდა, მოითხოვა პერიოდი და ეს ამბავი გახმოვდა სანამ ტაბატაძე დაბრუნდებოდა თბილისში. მეც ამ პერიოდში ვიმყოფოდი უშუალოდ დასასვენებლად. დაახლოებით 2006 წლის 15-დან 15-16 აგვისტოს უშუალოდ დამიკავშირდა პრეზიდენტი და მითხრა რომ ჩემს მიერ მოწყობილ ვაქხანალიეს და ბარდაკი მე უნდა დამელაგებინა და რუსთავიორის კოლექტივი, ჟურნალისტთა კოლექტივი დამერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი არ გამოეცხადებინათ ნიკა ტაბატაძის სამსახურიდან გადაყენების შესახებ. ამისათვის პირადად გამოგზავნა ერთ-ერთი კომპანიის თვითმფრინავი და მე ჩამოვედი დასასვენებელი ადგილიდან თბილისში, შევხვდი რუსთავიორის კოლექტივს, ვთხოვე რომ ეგ პროცესები გადაგვედო ცოტა ხნით შემდეგ, გადაწყვეტილება ცოტა უფრო გვიან მიგვეღო ამასთან დაკავშირებით, აუხსენი ზედარგოლს თუ რაში იყო პრობლემა, არ მოგვეცემოდა იმის საშუალებას საერთოდ ვიმუშაოთ და ასე შემდეგ, რადგან მე კოლექტივი დავითანხმე და 2 დღის შემდეგ ისევ იგივე თვითმფრინავით დავაბრუნეს ჩემი დასვენების ადგილას. ოქრუაშვილის პოლიტიკიდან წასვლის დღეს ქიბარ ხალვაშმა წილი დათმო. 2006 წლის ნოემბრის მოვლენებით, როდესაც ოქრუაშვილმა გამოაცხადა, რომ ის გადადგა ეკონომიკის მინისტრობის თანამდებობიდან, იგივე დღეს ჰქონდა პრეზიდენტის მოწვევა, რომ უნდა მისულიყო კანცელარიაში თავისთან კაბინეტში სალაპარაკო. და ასე მთხოვა, რომ გზად შევევლო არველაძესთან. როდესაც შევიარე არველაძესთან, არველაძე მითხრა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შენ ბეჟუაშვილი და ვიღაც პიროვნება, ის პიროვნება იქნებით პრობლემები კომპანიების და ჩვენს ალიანსში ტელეკომპანიის გაერთიანებაში შემოვიდოდა მესამე კომპანია, პირველი სტერეო შემოსვლის შემდეგ. მე ვუთხარი რომ მათემატიკაში ალბათ ძალიან უჭირდათ, იმიტომ რომ პირველი სტერეოს შემოსვლის შემთხვევაში წილების გადანაწილება არ ძლეოდა იმის